ლაშა ჯიოშვილი როგორ მოულოდნელად გატაცებითაც დაიკავე, ზუსტად ანალოგიურად გადმოიყვანეს დღეს საქალაქო სასამართლოში, ზუსტად 15 წუთის წინ მას იზოლატორში უთხრეს, რომ სასამართლო პროცესი ჩაინიშნა, მოატყუეს, რომ ამის შესახებ ინფორმირებული იყო ადვოკატი და მათ შორის სახალხო დამცველის აპარატიც და ის გადმოიყვანეს სასამართლო დარბაზში, პროცესი გაიხსნა, სანქცირებულ მოსამართლე ლეილათ საგარეიშვილს დაეწერა ლაშა ჯიოშვილის, ტევპიროლის ოპერატორის ადმინისტრაციული სამართალ დარღვევის საქმე და დღეს გავიგეთ, რომ მას პოლიციელის დაუმორჩილებლობას და შეურაცხყოფის მიყენებას ედავებიან. დღეს პროცესი ისე დაიწყო, რომ ლაშას წარმომადგენელი უფლებადამცველი, რა თქმა უნდა, დარბაზში არ ყოფილა, ამიტომ ჩვენმა ტელეოპერატორმა მოითხოვა, რომ გადადებულიყო პროცესი, გამომდინარე იქიდან, რომ მას დაცვა სჭირდებოდა და გარდა ამისა, მას ჰყავს მოწმეები, რომლებიც დაადასტურებენ, რომ მისი დაკავება სრულად უკანონოდ მოხდა და მას არანაირი სამართალდარღვევა არ ჩაუდენია, თუმცა ჩვენ დღეს დარბაზში მოვისმინეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი იურისტის ტყუილი, რომელმაც თქვა, რომ მათ რამდენჯერმე შესთავაზეს ლაშას ადვოკატის მომსახურება, თუმცა მან უარი თქვა. ეს ნამდვილად სიცრუეა, რადგან დაკავებიდან რამდენიმე საათში, როგორც კი ლაშა ჯიოშვილის ადგილსამყოფელი ჩვენმა იურისტმა თორნიკე მიგენიშვილმა გაიგო, ის ადგილზე გამოცხადდა და დაკავების პირველივე საათებში, რა თქმა უნდა, მოინახულა. ეს ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ ლაშას ინტერესების დამცველი ჰყავდა და შესაბამისად შინაგან საქმეთა სამინისტროს ის საქმის კურსში უნდა ჩაეყენებინათ მაშინ, როდესაც სასამართლო დარბაზში გადმოყავდათ. ჩემ პოზიცია პირველ რიგში იქნება მე მოვთხოვ დღევანდელი პროცესის გადაღებას იქიდან გამომდინარე, რომ ჩემს ხოლმე მოწმე, ვინც ესწრებოდა ჩემს დაკავება იყო თუ რა თქვა. და ასევე ადვოკატი 15 წუთის წინ გამოვიდა იზოლატორიდან და აღმოჩნდა პირდაპირ და არც ერთი ადვოკატი საქმის კურსში არ არის. და მან დაცვის გარეშე ვარ ფაქტიურად რა. ანუ სულ თან ადვოკატთან ერთად მიიღოთ მონაწილეობა საქმის განხილვაში. დაკავება მას როგორც დაკავების ოთხი ისე დამოუკიდებელი ოთხი შეთავაზებული იქნა ადვოკატის მომსახურება, რის ვიდაც მას არ უსაბიერია. გასახალისებელი იქნა მტკიცებულებების წარმოქმნისა და მოპოვების მიზნით დაკავების ვადა და ამ ვადაში ადვოკატის შესახებ ინფორმაციას ოქმის შემდგენ ორგანოს არ მიიღია. შესაბამისად დღეს მითითება იმის თავობაზე, რომ სწორედ ადვოკატის მსახურება პროცესში მონაწილეობა პროცესის გაჩვენების მიზნით მომსახურება და ამის შუამდგომლობის ფორმის გადაღება არ უნდა იქნეს დაკმაყოფილებული. მოსამართლე შემთხვევაში ბატონ ლაშა სასამართლოში შესვენებას გამოაცხადებს და მოგეცემა შესაძლებლობა, რომ თქვენი ადვოკატი დამოცხადდეს ხტომაზე და მიიღოს მონაწილეობა საქმის განხილვაში. ტევპიროლის ტელეოპერატორი ლაშა ჯიოშვილი უკანონოდ იქნა დაკავებული, მისი იურისტი, რომელიც მთელი დღის განმავლობაში ცდილობდა გაერკვია, როდის ჩაინიშნებოდა სასამართლო პროცესი, გამოიყენებდნენ თუ არა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების სრულ 48 საათიან ვადას მის დაკავებისთვის. ეს იყო მთავარი კითხვა დღეს თორნიკე მიგინეიშვილმა, ის იზოლატორშიც მოინახულა, თუმცა გასაიდუმლოებული იყო სასამართლო პროცესის ჩანიშვნის თარიღი. 15 წუთის წინ ლაშა ჯიოშვილი მოიყვანეს სასამართლოში, ისე რომ ადვოკატმა მხოლოდ მას შემდეგ გაიგო, რომ პროცესი ჩანიშნული იყო და სხდომა დაწყებული იყო, რაც მოსამართლე დარბაზში შემოვიდა. ეს რა თქმა უნდა არის კანონდარღვევა. ამ დროს უფლებები ელახება ადამიანს, რომელიც არის თუნდაც ადმინისტრაციულ პატიმრობაში, როდესაც მას დაცვის უფლებას არ თმევ. მოვისმინოთ თორნიკე მიგინეიშვილის, ლაშა ჯიოშვილის ადვოკატის განმარტება. Heli დღეა გუშინდელიდან მოყოლებული დღეს დილითაც ამიზნით დაურეკე მე როგორც საგამოძიებო ორგანოს ასევე სამმართველოს, რომ როდესაც გადაიყვანდნენ ლაშას იმისთვის რომ დროც მოგვეგო, იმისთვის რომ თავიდანვე დაგვეწყო პროცესი ინფორმირებულად შემატყობინეთ ნომერიც მივეცი ჩვენი ორდერიც წარდგენილი იყო ჩვენი, თუმცა ისე გადაიყვანეს სასამართლოში და ისე გახსნეს პროცესი, რომ ადვოკატები იქ არა ვართ. ახლა დაგვირეკეს, რომ ლაშა მოითხოვა ადვოკატი, იმიტომ რომ მან იცოდა, რომ ჩვენ პროცესს უნდა დავსწრებოდით, მან იცოდა, რომ ჩვენ იქ უნდა ვიყოთ. ამიტომ აი გადადეს ახლა მანამდე ვიდრე ჩვენ მივალთ პროცესზე და შემდგომ უკვე განახლებოდა და ვნახოთ რა როგორ იქნება. და სამართლიანი სასამართლოს უფლება მოიცავს იმას, რომ შენ უნდა გქონდეს არა მარტო სამართლიანად სასამართლოში საქმის განხილვის უფლება, არამედ დაიცვა თავის შესაბამისად. როგორც ეს მიგაჩნია სწორად. შენ უნდა გყავდეს ადვოკატი. ადვოკატის ყოლის უფლება, მით უმეტეს მაშინ, როდესაც უკვე ჩართულია საქმეში ადვოკატი და ელოდები მას პროცესზე, ეს უფლება არ უნდა წაგართვა.
დღეს გავიგეთ ვინ არიან ის მოწმე პოლიციელები, რომლებიც უნდა მოვიდნენ სასამართლოში და ცრუჩვენება მისცენ ლაშა ჯიაშვილის წინააღმდეგ. ესენი არიან გურამ ჩალაგაშვილი და არჩილ გამერდაშვილი, მათი სახელები და გვარები, როგორც მოწმეები დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს იურისტმა წარმოადგინა სასამართლო დარბაზში იქამდე სანამ პროცესის შესვენება გამოცხადდებოდა. ჩვენ ახლა ველოდებით, როდის მოვლენ სასამართლოში ლაშა ჯიაშვილის უფლებადამცველები, შემდეგ კი პროცესი განახლდება და საინტერესოა, რას იტყვიან სასამართლო დარბაზში ის ცრუ მოწმე პოლიციელები, რომლებიც სამოქალაქო ფორმაში იყვნენ ჩაცმულები და არა მხოლოდ სამოქალაქო ფორმაში, შავებში იყვნენ გამოწყობილი, პირბადეებით ჰქონდათ სახე დაფარული და მათი იდენტიფიცირება როგორც პოლიციელების სრულიად შეუძლებელი იყო.